გამარჯობა მეგობრებო, ეს მოტოციკლის მესამე ეპიზოდია. ჩვენ მივყოფებით ესე ცოტა განსხვავებულ გარემოში დღეს. საინტერესო თემით, რაც საქართველოში ძალიან ბევრს აინტერესებს, club style კულტურა. ამ ვიდეოს ჩაწერა რომ მინდოდა პირველივე ვინც თავში გამახსენდა არის იკა, ცნობილი როგორც იური, თავისი ესეთი ულამაზესი მოტოციკლით, ესეთი აგრესიული რაღაცა მონსტრი არის ჩვენთვის. მადლობა იკა, რომ დაგვითმედ რომ მოიცალე ჩვენთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. როგორი განწყობით ხარ, როგორ ხარ? კარგი კრიმინალური განწყობით. რავი, ძალიან კაი ადგილია. მე მგონი რომ ზუსტად უხდება ვაიბს და იმ თემას რაზეც უნდა ვილაპარაკოთ. შვენივრად რა. მადლობა დიდი ძალიან მოწვევისთვის. მადლობა შენ. იკა კიდევ ყოველთვის ძახი ხოლმე რომ არა ორიგინალური დასაწყისია ხა ეს, მაგრამ ალბათ ყოველთვის საინტერესოა. პირველი დავიწყოთ როგორ შემოვიდა შენ ცხოვრებაში მოტოციკლეტი, როგორ შეგიყვარდა, როგორ მოიწამლე? რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, მახსოვს ძალიან ერთი პერიოდი, მე თვითონ ფოთელი ვარ და მანდ მახსოვს ეროვნულ პარკთან ხშირად იყო ხოლმე, რაიდები რა. გულისხმობ ძალიან ბევრი ჩამოდიოდა და ერთხელ მახსოვს ძალიან ბავშვობის ესეთი მომენტი, ჩვენ მივიდოდი ველოსიპედები და ძალიან ბევრმა კრუიზერმა ასე ჩაგვიარეს რა, ჩქარ-ჩქარაჩქა და რაღაც და ვახ, მეთქი რა მაგარია და მთელი მე წლები მე სკოლა იყო რა თქმა უნდა, აბიტურიენტობა რაღაცა, სულ ეს ქონდა თავში ეს მომენტი, რომ აი მეც იგივე უნდა გამივლო ვიღაც ბავშვებისთვის რა. და პირველად ეგრე, ეგ ქონდა სულ თავში რომ ძალიან მინდოდა ბაიკები რაღაც. არასდროს სიმართლე გითხრა პირდაპირ ვიტყვი აქედან მკაცრად რომ სპორტული ბაიკის მიმართ ინტერესი არ მქონდა არასდროს და თავიდანვე სულ ეს რაღაც მომწონდა რაღაც ეს მაღლა ხელები რაღაცა იპჰენგერი რაღაც ესეთი და პირველად ვიყიდე მოპედი. მოპედზე უკვე ჩვენ ვისაუბრეთ backstage რაც მომივიდა ამიტომ ლოდი გაბოტოვოთ ეგ ცოტა ესეთ ნეგატიური მხარე და მე კაფეში ისინი მყავდა პატარა ძალიან მე ჩოპერი შენ რომელიც ძალიან მოგწონდა აი სასწაული ხო გაქვს მაგის ფოტო რო ამოვანათ კი აი ამოვანათ ულამაზესი რაღაცა ეხა მყავს ჰალ ლევიცონ დაინა სტრიტ ბობი 2017 წლის ბოლო დაინა ლოურაიდერთან ერთად და ბოლო დაინა რატომ მე ამას ვისაუბრეთ რა თქმა უნდა უფრო მეტად და ხო რა კი მოკლედ რო შევეხოთ ახლა ვიდეოს თავარ თემას ამ club style-ს. ჩემთვის ძალიან უცხოა სიმართლე რო გითხრა და ძალიან საინტერესო ჩემთვისაც. შენ ცხოვრებაში როგორ შემოვიდა რა მოგხიბლა ამ კულტურიდან, რატომ გადაწყვიტე რომ შენც ამ კულტურის ნაწილი უნდა ყოფილიყავი? აი ამაზე თუ მოგვიყვები ძალიან კარგი იქნება. კი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ჩემი უფრო და ისე მძიმე ბაიკებს ვეძახი ხოლმე ჰარლებს და ასე შემდეგ და ძალიან მომწონს ეს სახელი. ამ სამყაროში შემოსვლის აი რავი პირველი ინიციატორი და აი რავი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე და ძალიან დიდი რაღაც ინსპირაციის წყარო არის გარაჟი 31 ჩვენი რავი საძმოს და რავი აი საძმაკაცოს მართლა ძალიან მაგარი ადგილი ბაიკების ძალიან დიდი მოსიყვარული ხალხი და თავიდან ვფიქრობდი ბოლტის ყიდვას რა იმიტომ რომ ბოლტის club style-ით არსებობს ხო ხტები მაგრამ ეს არ არის იმდენად ავთენტური როგორც არის ეს ჰარლის club style, იმიტომ რომ ჰარლის არის ხო და პირველად ჩვენმა და ჩემმა ძალიან დიდმა ძმამ და მეგობარმა და შენც იცით ცნობილმა როგორც გარსომ. და დღეს ძალიან ბევრი ნიკნეიმს გავოვიყენებთ, თუმცა სახელი და გვარი მაინც არ გვინდა. გადაწყვიტა რომ უნდა ასე ვთქვათ მომერგო მისი ბაიკი Street Bob იგივე 2015 წლის თუ 14 წლის თუ არ ვცდები. რომ აი უნდა გამესინჯა რა, იმიტომ რომ ზოგადად არის ეს ძალიან ხშირად რომ ჰარლები ბევრს არ უყვარს და აქვს რაღაც უაზრო ჰეითი, ეხლა ცუდად არავინ გაიგოს. და ეს ჰეითი გრძელდება იქამდე სანამ ჰარლიზე არ დაჯდებიან რა. ზუსტად ეს მქონდა მეც აი ზუსტად ხო რომ დავჯიქი თუ არა გარსოს ბაიკზე Street Bob-ზე ზუსტად გავიარე 100 მეტრი, აი მართლა 100 მეტრი და მოვუტრიალ და ეგრევე ჩამოვედი თუ არა მეთქი აუცილებლად დაინა უნდა ვიყიდო თქო და ესე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები. ვიყიდეთ ეს თბილისში სხვათა შორის ყველანაირი ჩამოყვანის გარეშე, იმიტომ რომ მე პირადად მაქვს ნერვოზი და არ შემიძლია ლოდინი, ეს ჩემი მხარე არის ეგეთი და ბიჭები ძალიან დამეხანე რა თქმა უნდა და პირველი club style კულტურაში რავი შედგულ ნაბიჯად მართლა ხო ეს არის და დანარჩენი ხარ ასპექტების სპეციფიკაციები რაც არის club style კულტურა ზოგადად მოდის West Coast riding-ისგან კალიფორნია როგორც არის ორ ნაწილად გაყოფილი East Coast-ი და West Coast-ი West Coast ცოტა უფრო ძლიერი ისეთი ხარეა რაღაცნაირი უფრო underground ხო ხდება რაღაც კულტურა კრიმინალური უფრო მეტი იქით არის ვიდრე East-ში და ეს წამოვიდა მაქედან club style კულტურა ნიშნავს რომ ბაიკი და ძირითადად ყოველთვის დაინები უნდა იყოს რაც შეიძლება პრაქტიკულ ასპექტში მოყვანილი რა
პრაქტიკული რაღაცები უნდა ქონდეს ხოთები. ეხა ნუ ჯერ კიდე ბევრი აკლია ამას რა თქმა უნდა, თუმცა ხოთები მე პირადად ვფიქრობ რომ ანუ როცა ბაიკი გიყვარს და რაღაც ძალიან გიყვარს და ეს ტრანსპორტი არის, ვერაძოს იდეალურ დონეზე ვერ მიიყვან, იმიტომ რომ სულ რაღაც გინდა ხოთები აუმატო და ჯობია როგორც არის ეს სიამოვნო რა და ეს ფეირინგი, ტებარი, ხა იქიდან არ ჩანს შეიძლება ნუ ეს არის 14 ინჩიანი ტებარები აყენია, დუგები, ღია ჰაერის ფილტრი 2-1-ში გამშვები ბასანი და აქ ხო სისიბარი პატარა რომელიც აი ძალიან ყველა მეკითხება ხოლმე რომ აი მაქსიბაზე რა სატევ და აი მართლა მეც ეგრე სკეპტიკულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ აი ძალიან პატარა სიბარია მართლა, ანუ სიმაღლე აი აქ თავდება, მაგრამ ძალიან ბევრი ამას ვატევ შენს მე მგონი მომსწრე ხარ მაგის მაგოდებში ხო და ძალიან პრაქტიკულია და ნუ ჩანთები აკლია, რაღაცები აკლია რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მაინც ასეა თუ ისე აკმაყოფილებს იმ რაღაც ქაფსარის ნორმებს, ნუ ბრჭყალებში ნორმებს რაც არის რა და ხო, პრაქტიკულობაზე იმიტომ თქვი რომ ანუ ეს ბაიკი არის, ანუ თავიდანვე აიწყო იმ, ანუ ეს კულტურა წამოვიდა იმ მიდგომით რომ ანუ შტატიდან შტატში ბაიკერებს ეულოთ, ანუ დაუღლელად რა, წაიღო ბევრი ტვირთი და ასევე სტილიც ქონდა, ხა ნუ სტილი რო აქვს, მე მგონი მაგას მეთანხმები ხო ყველანაირად და თან ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერს, ანუ განვითარებაში და ხოთები საზოგადოებასთან მოტანაში, სონზო ანარქიმ რა, ანარქიშვილებმა ეხა ნუ მაგ სერიალს ვერ აულით გვერდს, იმიტომ რომ ბევრს მოწონს, ბევრს არ მოწონს, იქ რაღაც არის რაღაც ასპექტები, რაც ქართულ ხოთები რეალობაში არ ჯდება და მესმის სრულიად, მაგრამ აი სუფთად ბაიკერულ კულტურაში და კლაბსტაილ კულტურაში ეგ სერიალი არის, რავი, ძალიან დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ იქ გამოჩნდა ხოთები პირველად უფრო მეტად, იმიტომ რომ თვითონ რეჟისორი ვინც არის კურსატერი ცხოვრობდა ზუსტად West Coast-ის სანაპიროზე და მან თვითონ ხედავდა ტიპი რომ აი ესეთი ბაიკები დადიოდნენ და ბევრჯერ იქ ჰელსინგის იყო მოწვეული რაღაც ამ ასპექტებზე რომ აი ბაიკი როგორი უნდა ყოფილიყო რომ რეალურ სტანდარტებში ჩამჯდარიყო და მე ხო ხოთები რაღაც მოდიფიკაციები გაინცა და მე ეხა ნუ გაჩვენი ფოტოებს უფრო ბევრად გაუმჯობესებული კლაბსტაილები როგორია და ნუ ძირითადად ეს არის რა. ანუ ეს კლაბსტაილი მოიცავს თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ რო გავიმეორო მარტივად, ანუ ბაიკის რაც შეიძლება პრაქტიკულ დონეზე გადმოყვანას რა. ნუ სტილით რა თქმა უნდა და ვიზუალით, იმიტომ რომ მართლა აი neck breakers-ო ეძახი ხოლმე ხანდახან, ეხლა ძალიან ისე არ ჩამეცვალოს არ მინდა ზედმეტად, მაგრამ აი ძალიან ყოველთვის ყურადღებას იპყრობს, აი მართლა ყოველთვის აი სტანდარტულ სტრიტბობთან შედარებით მე მაგის ფოტოსაც ჩაგიდებ, როგორია ქარხნული სტრიტბობი. ეს არის ძალიან განსხვავებული. ანუ კლაბსტაილის სტრიტბობი და სტანდარტული სტრიტბობი არის ძალიან დიდი განსხვავება, როგორც აი სპორტსტერი და ის ეხა რაზეც შენ ზიხარ რა. დაახლოებით ეგეთ რაღაცა არის. კი, არა, ეთყობა ვიზუალზე, იმდენად აგრესიულია ისეთი რაღაცა, რა დავარქვა, ძალიან ისეთი რაღაც საშიში მოტოციკლი. ხო, მაგ სერიალმა გაუწია დიდი პოპულარიზაცია ამ სტილს, იმართლა რომ ხო, მეც მაქედან გავიგე ამ სტილის შესახებ, მაგრამ ეს აი შე როგორც დეტალურად ყვები ამ ყველაფერს, სამწუხაროდ აქამდე არ ჩავძიებულ ვარ მე. მოკლედ კიდევ მე ის ვიცოდი რომ კიდევ ესეთი ფერი არ უნდა ყოფილიყო, მე მგონი განსხვავებული, რომ იმ დროინდელ კრიმინალურ კლუბებს პოლიციას არ შესძლებოდა ბაიკების გარჩევა ერთმანეთისგან. ეგეც სიმართლეა, ნუ მაშინ და ეხაც არის რა თქმა უნდა. და ძალიან მოხარული ვარ მაგის ისევ არის 1%-იანი კლუბები და ხო მაქსიმალურად ვცდილობ რომ ბაიკები ყოფილიყო ხუთები ისეთი ფერის რომ არ ყოფილიყო მყვირალა რა, ანუ მარტივად ამოსაცნობი, ანუ უცებ დასამახსოვრებლად რომ აი აჰა ეს წითელი ბაიკი, შის რა ქვია, მწვანე ბაიკი. და ხო, რაც ისეთი ფერები რომელიც არ ჩანს დიდად რა და სადაც იქ საცობში თუ ქუჩებში იკარგება, ეს არის შავი, ეს სენდე შავი არა, გლიტერი მწვანეა და ნუ მზეზე ანათებს მე მაგის კადრების გამოჩნდება, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს ეს ფერიც, იმიტომ რომ ღამით არის შავი, აი სუპერ შავი არის და დღის როგორც ოდნავზე მიადგება, ეგრევე მწვანე ბრჭყალებს რა და ეგ ძალიან მომწონს, აი თავიდან რომ შევიყიდე ეს ბაიკი თვითონ ვისგანაც ვიყიდე ძალიან კაი ადამიანისგან, მითხრა რომ დღისით მენახა, მეთქი ანუ რატო, ანუ ძალიან დავეჭდი მეთქი დღისით რატო ნახა, თურმე მაგიტო რომ დღისით მართლა სხვა ტიპი არის ღამი ძალიან და ფიქრობ რომ აი მართლა ერთ-ერთი ერგება იმ ხასიათს რაც ამ კულტურას აქვს რა და საერთოდ ბავშვობიდან მიყვარდა ისეთ რაღაცების ქონა და ყოლა, რომელსაც რაღაც თავისი ხოთები ისტორია და კულტურა აქვს რა და რაღაც აი გთხოვს რომ აი იცი რა თუ ეს ყავს, მოდი შენც ესე იყავი რა. აი როგორც აი შენ ხა ჩოპერისტი კაცი ხარ და აი ხო ხვდები მაგას როგორც თავისი კულტურა მოყვება და რაღაც სტანდარტები აქვს ასეა თუ ისე და არ უნდა გადაუხვევას ზუსტად ისე აქვს ამ ბაიკებსაც რა და კლაბსტაილ ბაიკებს. და დაინებს ნუ ყოველთვის შენს რაღაცას პირაც უნდა გამოირჩეოდეს სხვისი პირადისგან რაღაცა უნდა იყოს. ხო, აი იმ ფილმში როგორც არის რა აი Straight Metal Jacket to Solid აუ კაჭ კუბრიკის ფილმია, ანუ სახას ვერ უხსნებ ზუსტად, მანდარი კაჭე იარაღზე ამბობენ რომ ანუ ესეთი ყველას აქვს, მაგრამ ეს ერთი ჩემიაო და ზუსტად ეგრეა ესეთი ბევრია მართლა, მაგრამ ეს ერთი ჩემია და ძალიან ცოტა რაღაც სენსიტიური ამბებიც გვაქვს. კი.
ისე ხა ჩვენ მაყურებელს დარწმუნებული ვარ საქართველოში ძალიან ბევრს აინტერესებს ეს კულტურა, ძალიან ბევრს უნდა. შენი რჩევები რა იქნება? აი რომელ მოდელს ურჩევდი? პლუს რა მოდიფიკაციებს ურჩევდი? რა არის საბაზისო ცოდნა, რაც უნდა იცოდეს ადამიანმა, როცა ამ კულტურაში უნდა შემობიჯება? კი, რჩევებს რა შეიძლება, ნუ ყოფილად კი უკითხავთ მართლა, ერთი ორ ადამიანს ნამდვილად და ეხლა როგორც ვიცი, ყავთ უკვე სტრიტბოლები და ძალიან კარგია და მიხარია. როგორ გითხრა, იცი რა, ძალიან დიდი რეინჯია, ხო ხტები, ანუ არის სტრიტბოლი, ლოურაიდერი, სუპერგლაიდი და ყველაზე ლეგენდარული FX არის, რომელიც არის ითვლება დაინების ბაბუა, და წინაპრა, და FX არის, რავი, ყველა ამერიკაის და ჰარლის მოყვარულისთვის თუ ვისაც მართლა ჰარლი უყვარს და ამ სფეროშია, ეს საკულტო მოდელი რა, FX არის კლუბები არის, რაღაც სასწაული თავისი ისეთი ჩასი აქვს, რომ ანუ აი ეგ რაღაც ველოსიპედივით ესე იკეცება მოკლედ, ანუ სამკუთხედური ჩასი რა, ძალიან სუბუქი, ძალიან რიგიდ რაღაც ნაწილები, მაგასაც ჩავაგდებ რა თქმა უნდა გაჩვენებ და ანუ მაქედან იწყება, მაგრამ ხა FX-ას ვერ ჩამოიყვან, იმიტომ რომ ანუ უბრალოდ აი რავი აღმერთებენ რა ამერიკაში როგორ არის, გარაჟები ერთმანეთში ცვლიან რა ბაიკებს, ანუ განა ის რომ ხო, ანუ შოურუმი მართლა ხო, ანუ შოურუმიდან შოურუმში გადადის ბაიკები რა და ანუ ერთმანეთში ყიდიან მართლა, ანუ აქ ანუ ზღვის იქეთ არ გამოაქვს რა ამერიკას ეგ ბაიკი, მართლა გეუბნები და ეგ, მაგრამ თუმცა ნუ გაგვიმართლა იმაში რომ არის სტრიტბოლიც და ეს არის პირდაპირ ვიტყვი, არავის არ ეწყინოს, ეს არის ყველაზე დაბალი კომპლექტაცია დაინას. ყველაზე მაღლად ითვლება ეხა ლოურაიდერი, რომელიც ბიჭებს ყავთ გარაჟში და შენ იცი რომ ჩვენ ყავს გარაჟში ასევე გარაჟოზად ერთმეთში რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ ჩემი პირადი და ისეთი ძალიან ამბიციური აზრით საქართველოში ყველაზე სწრაფი დაინა ლოურაიდერი 117 ინჩით ჩვენს ძმას და მეგობარს რომელიც ახალაც ხარ ვახსენეთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ისი ნებართვა არ მაქვს ჯერ ამ საკითხზე თუმცა ძალიან ეს სიამოვნება დაწუნებული რომ გაიგებს ხო და მას ყავს ლოურაიდერი და ეხა რა განსხვავება ლოურაიდერსა და სტრიტბოლის ხო ლოურაიდერი არის უფრო მაღალი კომპლექტაცია მე ყველას ურჩევ ვისაც მე აწყობა უნდა და უყვარს ეს ბაიქს რაღაცები ხო ხდები რაღაც ნაწილების გამოწერა ლოდინი რაღაც ძალიან ბევრი aftermarket support-ი აქვს დაინას რა მართლა ჰალებში ყველაზე გამორჩეული იმით არის ეს მოდელები რომ ძალიან დიდი aftermarket support-ი აქვს რა როგორც გინდა შეიძლება ბაიკი დაშალო და ააწყო ვაფშე სხვანაირად რა ეხა ეგრე არ აქვს soft-tail-ს არავის არ ეწყინოს არც ნუ სპორტსტაილებსაც აქვს კი იმიტომ რომ დიდი ლაინი აქვს სპორტსტაილს ძალიან ისტორიული რა მაგრამ soft-tail-ებს რაღაც ცოტა ისეთ მოდელებს არ აქვს როგორც დაინებს და სპორტსტაილებს და streetball-ი მე მგონი რომ ძალიან მაგარი ვარიანტია რომ იყიდო ჩამოიყვანოთ ან eBay-ზე ან უფრო სწორად საიდან წყიდულობთ ხოლმე იქ ყოველთვის მისაღებ ფასებშია მე ესე ვფიქრობ ლოურაიდისთან შედარებით და რომ ანუ ხო რომ ჩამოიყვანოთ ავაწყოთ პირველი ნაბიჯები რაც არის club style კულტურისთვის არის ტებარი აუცილებლად არის ძალიან მანდატორი ტებარი და middle peg-ები ანუ გულისხმობ აი ეს გადამრთველები რომ იყოს შუაში თუმცა ეგეთ optional არის იმიტომ რომ მე მაგათად ესე მიჩვენია მართლა იმიტომ რომ შორგზებზე ყველა დამეთახება ხა ვისაც ვინც ყოფილა ქალაქიდან ქალაქში და დიდ გზებზე რომ ფეხი რო გაშლი გაქვს ძალიან მაგარია და ძალიან კაია და ეგ ჯობია და მე ესე დავტოვე და ნუ ხო ტებარი ფეირინგი მე მგონი რომ პირველი ეგ არის რა და ხო სტრიტბოლით დაწყება მე მგონი ყველაზე კაი ვარიანტია თუმცა თუ რა თქმა უნდა არის ლოურაიდერი ისეთ ფასში რომ შეგვიძლია ჩამოვიყვანო და არ დავჭეთ რაღაც განაწყენებულები რაღაც ზიანთან შედარებით მე მგონი რომ ლოურაიდერიც კაი ვარიანტია თუმცა ლოურაიდერი არის კიდევ ერთხელ სტრიტბოლის დასრულებული ვერსია და ვისაც ცოტა წვალება უყვარს და რაღაც ტანჯუები მე მგონი რომ სტრიტბოლი კაი ვარიანტია რა ყველას უჩევ კი მართლა ვინც ვიცი ვისაც მართლა ვინც ახალი არის ამ საქმეში და სტრიტბოლ ანუ club style უნდა ყველას ყავს სტრიტბოლი და მაგით იწყებს და იტოვებენ კიდეც იმიტომ რომ ანუ ძრავიც იგივეა ხო ხდები 103 ინჩია ესეც და ლოურაიდერიც იგივეა როგორც ვიცი ყველა ნუ ანუ იგივე წლებში გულისხმობ შედარებით და რატომაც არა რა ხო კაი სტარტერია მე მგონი და თან სტარტერი ისეთი რომ მე ანუ advanced ხდება უკვე და იტოვებ რა ბაიქს მართლა და ეგ მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია რომ ბაიქს რო წვალობ და რაღაც ხო ხდები რომ დადიხარ რაღაც ანუ იმ შეგრძნებს გააძებდეს რომ ანუ რაღაც სხვა აღარ გინდოდეს რა მიუხედავად იმისა რომ მე პირადად მიმეშნო club style-ის მეფე არის ეხა road glide club style-ები აი რაღაც საოცრება არის მაგას ჩაგდება აუცილებლად ყავს ჩვენ აქაც თბილისში ერთადერთ ადამიანს ყავს როგორც ვიცი club style road glide-ი აი სუბტად club style-ი და ძალიან მოგწონს ეგეც და ხო რა ესე იგი aftermarket დეტალები წეგან ახსენე უნდა იყოს ტებარი პირველ რიგში კიდევ რა არის ის სხვა ისეთი რაც აუცილებელია საბაზისო დუგა ხო მართლა დუგები ეგრეთ წოდებული ნუ დუგას ქართულად რა ქვია დუგები ხო დუგებია მე მგონი ქართული არც არის ეს რაღაცა შესაბამისად ქართული სახელიც არ ქვია დუგები აუცილებლად იმიტომ რომ ვინც ატარებს ცოტა ხულიგნული ხასიათი აქვს ანუ ნახე გინდა არ გინდა შენ პოლიციის თვალში როცა ესეთ ბაიქზე ზიხარ თან ნუ ჯერ ხო ბაიქზე ხა ისეთი ამბები არის ხო საერთოდ მე მგონი რომ ვაფშე კრიმინალიზება ხდება მგონი მოტოციკლებს არ ვიცი ძალიან სამწუხაროდ რა თქმა უნდა იმედი ამას გადაიხედება და ესეთ ბაიქს რო ზიხარ რაღაც ფეირინგში ჩამალული ხარ იქ რაღაცა ხო ხდები უფრო თვალში საცემი ხარ რა და დუგები აუცილებელია იმიტომ რომ ანუ ეხა ყოველას რა თქმა უნდა არავის უსურვებ მაგრამ სადღაც რაღაც აუცილებლად მოხდება ისეთი რომ ბაიკი შეიძლება წაბორძიგდეს შენ წაიქცე და დამცავი აუცილებლად ჭირდება რა იმიტომ რომ ჯობია დუგა გაიღუნოს ვიდრე
რავას მოუვიდეს რამე და ან გამშვებს ან რაღაც ისეთ ნაწილს, რომელიც უფრო ძვირადღირებულია და დუგების ძალიან დიდი არჩევანიც გვაქვს საბედნიეროდ. ჩვენ გვაქვს მაღაზია იმ custom-ი ძალიან კაი, ძალიან დიდი კმაყოფილება მაგის რა თქმა უნდა. და მანდაც არის როგორც ვიცი დაინებისთვის ესეთი ასე ვთქვათ მდგრადი და კაი დუგები. ჩვენი აი წინა ეპიზოდი ჩაიწერა იმ custom-ის ახალ ფილიალში, რომელიც არის მართლა ულამაზესი ხალხო, აი კადრებს ნახავდით, ვისაც არ გინახიათ ნახეთ აუცილებლად, ძალიან ლამაზი სივრცე, უზომოდ ბევრი საინტერესო აქსესუარით. კი. ასევე შემდეგი არის ფეირინგი, ხო? ეგეც აუცილებელია. კი, არა, იცი რა, ძალიან ესე მკაცრად, რო გითხრა, ესე მკაცრად გაწერილი დოქტრინა ამის არ არის რა, მაგრამ არის რაღაცები, რაც გინდა არ გინდა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მაშინ club style არ არის ბაიკი. ხა ამას რო AP-ები დაუყენო მე, როგორც ქარხნული არის და რაღაცები უკვე აღარ არის club style. ყველაზე მთავარი ხა რაც მინდა რომ იყოს დისკები რა, სპეციალისტ მაგიოდ, იმიტომ რომ ნუ ჩვენ მოგეხსენება თბილისში ძალიან მაგარი გზები გვაქვს და ხო ხტები მაგზებზე ხო დისკები უკეთესია, იმიტომ რომ ცოტა უფრო მყარია ხო და ბაიკი არ იმოშვება. დიდად ანუ არ იტვირთება მაგით და ხო ფეირინგი მე ვფიქრობ პირადად მიმაშია და დღეს ძალიან ბევრ სუბიექტურაზს მოისმენთ ჩემსას, იმიტომ რომ მე მიმაშია რომ ფეირინგი არის ძალიან აუცილებელი თუ club style-ი გინდა და ყავს. არის რა თქმა უნდა უფეირინგოები stunt club style-ები, რომელსაც ამოვანათებთ მე და მაგას მართლა არ ჭირდება ფეირინგი, იმიტომ რომ ეგ ბიჭები აი რავი მართლა პირდაპირ შეიძლება მართლა ადუღებენ გზებს რა, იქ ნუ იქ ამერიკაში ოღონ აქ არავის არ ყავს ეგეთი. რომ აი სტანთი და რავი ბაიკი მე მგონი ურბულბაზე არ დადგადის ცალზე რა და მარტო უკანა ბურბას ცვლია ხო და აი მაგათ არ ჭირდება ხო ეგენ ცნობენ მაქსიმალურად ბაიკის ანუ წონის შემცირებაზე იმათ არ ჭირდება ფეირინგი, თუმცა შენ როცა ეხა თან გინდა რომ ტურინგი ყავდეს, თან გინდა იქ საცხოვრებში ზიარო, თან გინდა ქალაქ ანუ არ შეგაწყოს ქარმა, მტვერმა, მწერებმა და ის და თან ყველაზე მთავარი ასპექტი მაინც არის რომ აი სტილში იჯდე, მე მგონი რომ ფეირინგი არის ძალიან მანდატორი რა და თან მაგარიც არის რომ ბევრი ფეირინგები არის რა, არის უფრო ოთხკუთხედი, აი ეს ფეირინგებს ეძახიან უფრო აი ესე აქამდე მოდის, ცოტა რაღაც ნაყენის მანქანას გავს ჩვენი ერთი ძმა და მეგობარი ეგრე ამკობს ხოლმე მაგ სიტყვებით, მაგრამ მე ძალიან მომწონს. არის ესეთი ფეირინგები, არის Memphis Shade-ები, ასევე როგორც უფრო მოკლე და რაღაც პატარა საჰაეროები აქვს და თან პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა რაღაც უცებ მიყიდია რაღაც და აი აქ ჩამიდია რა, ჩამიტენია, იმიტომ რომ ძალიან პრაქტიკულია მართლა და მე მგონი რომ ეგ გასათვალისწინებელი ფაქტია რა. ხო, ალბათ ეხა მე როგორც ვაკვირდები იმ დროინდელმა ბაიკერებმა, ვინც შექმნეს ეს სტილი, ცდილობდნენ რომ მოერგოთ ყველაფრისთვის რა, ესეთი როგორც ქალაქისთვის, ასევე შორიგზისთვის, ასევე ცოტა სახურიგნოს. ცოტა სალიხაჩოდ მოდი გამოვიყენოთ მაინც ეგ სიტყვა. ხო და ეს რაღაცა კომბინაცია გააკეთეს ყველაფრის რა. კი და ნამდვილად ერგება. მადლობა იკა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. ნელა გავედით ბოლოში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. ძალიან საინტერესო გამოვიდა ყველაფერი. ეხლა მოდი ცოტა გავიკატავ. შენ წადი და მე ვეცდები რომ დაგეწიო. ძალიან დიდი მადლობა, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარი. წავედით? წავედით. Doom shot mother